ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA-ის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ანგარიში ბოლო პერიოდში ამ მოუწოდავი მფრინავი ობიექტებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. დოკუმენტი ეხება ამბავს, რომლის მიხედვითაც თითქოს და უცხოპლანეტელები საბჭოთა ჯარისკაცებს უკრაინაში წვნის დროს თავს დაესხნენ. თუმცა სანამ დეტალებზე ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ამ მოვლენის ფაქტობრივი სიზუსტე დაუდგენელია. მიუხედავად დოკუმენტის ოფიციალური წარმომავლობისა, მასში წარმოდგენილი ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ არის დამოწმებული და არც სამეცნიერო მეთოდებითაა გადამოწმებული. შესაბამისად, აღწერილი ამბავი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დადასტურებული ისტორიული ფაქტი. ანგარიში CIA-მ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. მათ ხელში ჩაუვარდათ 250 გვერდიანი მასალა, რომელიც თავდაპირველად KGB-ს, ანუ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ეკუთვნოდა. ინფორმაცია საჯაროდ პირველად 2000 წელს გავრცელდა. ეს ამბავი ისევ აქტუალური 2020 წელს გახდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ამ მოუწოდავი ანომალიური ფენომენების გამოსაკვლევად სპეციალური ჯგუფი შექმნა. ანგარიში წერია, რომ უკრაინაში წვნის დროს საბჭოთა ჯარისკაცებმა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თეფშის ფორმის ობიექტი შენიშნეს და მას საზეინტო რაკეტა ესროლეს. შედეგად ის ჩამოვარდა და იქიდან დაბალი ტანის, დიდი თავისა და შავი თვალების მქონე 5 ჰუმანოიდი არსება გამოვიდა. CIA-ის ანგარიში ასევე წერია, რომ ინციდენტის შემდეგ ეს ქვადქცეული ჯარისკაცები და ჩამოვარდნილი ხომალდის ნარჩენები მოსკოვთან ახლოს არსებულ საიდუმლო ზონაში გადაიტანეს. შემდგომი ანალიზის შედეგად კი დოკუმენტის თანახმად დადგინდა, რომ ჯარისკაცების ქსოვილები კირქვის მსგავს მატერიად იყო გარდაქმნილი. ანგარიშის დასასრულს აღნიშნულია, თუ KGB-ს ეს დოსიე რეალობას ასახავს, საქმე ძალზე შემაშფოთებელ შემთხვევასთან გვაქვს. ეს არსებები ფლობენ ისეთ ტექნოლოგიებსა და იარაღს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს სცილდება და მათ თავის დაცვაც შეუძლიათ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.